გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. მინისტრმა საქართველოში მეღვინეობა მევენახეობის დარგის მნიშვნელობაზე, არსებულ მდგომარეობასა და პერსპექტივებზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა რთველის ორგანიზებულად ჩატარების საკითხზეც და აღნიშნა, რომ სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოსა და მეღვინეობის ერთობლივი მუშაობით რთველი ორგანიზებულად ჩატარდება. სიახლეა ის, რომ მოსავლის აღრიცხვა ელექტრონული სასწორის მეშვეობით მოხდება. ყველა ის კომპანია, რომელიც მევენახეებისაგან შეისყიდის ყურძენს, ვალდებულია იქონიოს ელექტრონული სასწორი, რომელიც ჩართული იქნება რთველის ერთიან ელექტრონულ ბაზაში. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ლევან მეხუზლას განცხადებით, სახელმწიფოს წელს აქვს განსხვავებული მიდგომა და ხარისხიან და უხარისხო ყურძენს ერთ ფასად აღარ ჩაიბარებს. მოგეხსენებათ, რომ მეღვინეობა მევენახეობა არის ქვეყნის პრიორიტეტული დარგი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქცია არის ღვინო და ღვინის სპირტები, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, როდესაც მსოფლიო ბაზარზე ღვინის მოთხოვნა მცირდება, ადეკვატურად იყოს რეაგირებები გაკეთებული ჩვენთან საქართველოში, ამიტომ მნიშვნელოვანი იყო, რომ შევხვდით დარგის წარმომადგენლებს, შესაბამისად გამახვილებული იყო ყურადღება, როგორ შეიძლება რომ მაქსიმალურად ყურადღება მივაქციოთ ხარისხის გაუმჯობესებას, იმიტომ რომ იყოს უფრო მეტად ძლიერად ქართული ღვინო წარმოდგენილი მსოფლიო ბაზარზე, იყოს უფრო მეტად კონკურენტუნარიანი. ამის შესაბამისად, რა თქმა უნდა, აქვე შევეხეთ და აღვნიშნეთ რთველი საკითხი, საორგანიზაციო საკითხები, რომელიც წარმოყენებული საკითხებიდან გამომდინარე იქნება მაქსიმალურად გათვალისწინებული და მხოლოდ სამინისტროს ღვინის სააგენტოს და მეღვინეების ერთობლივი მუშაობით იქნება შესაძლებელი, რომ მაქსიმალურად ორგანიზებულად ჩატარდეს რთველი საქართველოში, თადარიგი თავიდანვე დავიჭიროთ ამ საკითხთან დაკავშირებით, იყოს ხარისხიანი ყურძენი შესაბამისად დაფასებული. შედგა შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და მეღვინეებს შორის. მოგეხსენებათ, რომ ქართული ღვინის წარმატებისთვის და საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრებისთვის აუცილებელია აქცენტი გაკეთდეს ხარისხზე. ისიც მოგვეხსენება, რომ ღვინო იბადება სწორედ ვენახში და ყურძნის ხარისხი ერთიორად მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ღვინოს წარვადგენთ საერთაშორისო ბაზრებზე. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მეღვინეებთან კომუნიკაციით დადასტურდა ის ფაქტი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მოხდეს ხარისხიანი ყურძნის დაფასება და შესაბამისად იყოს განსხვავებული ხარისხი, იყოს განსხვავებული ფასი ხარისხიანსა და უხარისხო ყურძენს შორის. საინტერესო შეხვედრა ჩატარდა დღეს. სასიამოვნოა, რომ ხელმძღვანელობის მხრიდან, დარგის ხელმძღვანელობის მხრიდან არის მზაობა. ერთად განვიხილოთ ის საკითხები, რაც არის რთვლის წარმართებასთან დაკავშირებული. კომუნიკაცია უკვე შედგა და მზაობა არის, რომ მათაც დააყენონ თავის წინადადები, ჩვენც დავაყენოთ და ერთობლივად შევიჯერდეთ, რაც ხელს შეუწყობს რთვლის სათანადო დონეზე ჩატარებას. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც საქართველოს მთავრობა, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ბატონი მინისტრი და დარგობრივი უწყება ასე დიდი მონდომები და ინტერესთა არიან ჩართული ამ დარგის ფუნქციონირებაში. გვაქცევენ ყველანაირად ყურადღებას, მხოლოდ ჩვენ არა, თითოეული მეწარმე, მეღვინეობის კომპანია გრძნობს უკვე წლების განმავლობაში და შედეგის სახეზეა საქართველოში მევენახეობა, მეღვინეობა, მე მგონი რომ აღმავლობის გზაზეა.